მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ის დაესწრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაგურაციას. აღნიშნული შესახებ განცხადება მან დღეს გააკეთა. ზურაბიშვილის თქმით, იგი ინაგურაციაზე ამერიკის კონგრესის წევრმა ჯო უილსონმა მიიწვია. გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ქართული ოცნების მიერ სავარაუდო სანქციების გვერდისავლაზე და განაცხადა, რომ ოცნების შემოსავლების ძირითადი წყარო სავარაუდოდ საქართველოდან რუსეთში ძვირად ღირებული მანქანების გაყვანაა და კიდევ სხვა რადევს ამ მანქანებში გასარკვევია. აღნიშნულზე ჩვენ ვეცადეთ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებას, თუმცა იქ ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. იმ სანქციების გვერდისავლით, რომელიც ძალიან გაძლიერებული არის ბოლო პერიოდში და ერთ-ერთი ყველაზე ალბათ დღეს წყარო ფინანსური შემოსავლების სწორედ არის ის ძალიან ძვირად ღირებული მანქანები, რომელიც გადის საქართველოდან ვითომც ცენტრალურ აზიის მიმართულებით, რეალურად რუსეთში და ამ თითოეულ მანქანას ძალიან დიდი ფასი აქვს ამისი გატანის, გაყვანის საქართველოდან და რა ამ მანქანებში კიდევ სხვა რადევს, ესეც გასარკვევი არის. ასე რომ ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ალბათ ერთ-ერთი წყარო, რითაც დღეს კიდევ ინარჩუნებს ეს მართველი პარტია რაღაც გარკვეულ შემოსავლებს. საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ახალციხეში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს. 5 იანვარს დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულები დღეს დაკრძალეს. კახეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის სასაფლაოზე 4 თვის წინ გაუჩინარებული 39 წლის მამაკაცის გვამი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას გვიდასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. როგორც ტელეკომპანია პირველებთან გარდაცვლილის ოჯახის წევრები საუბრობენ, მამაკაცის სხეული დანაწევრებული იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამას იმით ხსნის, რომ პირი სავარაუდოდ დიდი ხნის წინ გარდაცვლილა და სხეული დაზიანდა. რამ გამოიწვია 39 წლის მამაკაცის გარდაცვალება ამ დროისთვის უცნობია. უწყებაში გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს ექსპერტიზა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153 მუხლით აწარმოებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას News Armenia ავრცელებს. ინიცირებული კანონპროექტი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ დღეს 9 იანვარს განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ჯარისკაცების სარეაბილიტაციო ცენტრები უკრაინაში ვრცლად გიტოვებთ. სტუდია ვაშინგტონს. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TalkTV.gr და Facebook გვერდს TalkTV. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხოლმე. მაღალი გამავლობის მანქანა და მობილური კავშირის საიმედო სიგნალი. ეს არის ორი აუცილებელი რამ, რაც უკრაინის კარპატის მთებში ჯარისკაცების ამ უნიკალურ სარეაბილიტაციო ცენტრში მისასვლელადაა საჭირო. ოლეჰ რევეგა ამ ცენტრის შემქმნელი სტუმრებს ეგებება. შემდეგ რევეგას ისინი მანქანით ზღვის დონიდან დაახლოებით 870 მეტრის სიმაღლეზე მიჰყავს, სადაც მთები თითქმის რუმინეთის საზღვარს ებჯინება. ქალაქ პუტილას ზემოთ ამ დასახლებაში რევეგამ ოჯახის სახლის გვერდით სფერული ნაგებობა ააშენა და ჰაცულის გუმბათი დაარქვა. ჰაცული უკრაინელების ეთნიკური ჯგუფია, რომელიც კარპატებში სახლობს. თავდაპირველად მინდოდა ჩემი ჯარისკაცებისთვის რამე ამეშენებინა. პირველი იდეა სატვირთო კონტეინერების გადაკეთება იყო, თუმცა საბოლოოდ ხის გუმბათი ავაშენე. როდესაც გუმბათის შიგნით ხარ, პანორამული ფანჯრებით ტკბები და კომფორტის შეგრძნება გეუფლება. ატმოსფეროთი იჟღინთები და გრძნობ, რომ ცხოვრების გაგრძელება შეგიძლია.
რევეგა 2015 წლიდან მუდმივად ფრონტზე იყო და როდესაც შვებულება ჰქონდა, თავის გუმბათში მიდიოდა. მაგრამ ახლა ამ გუმბათში ტრავმირებულ ჯარისკაცებს მასპინძლობს. აქ ექიმები ან პროფესიონალი მედიკოსები არ მუშაობენ. ეს უბრალოდ ბრძოლისგან მოშორებული 7 ადგილია. ჰეორხი როშკა მოხალისე საზღვაო ქვეითი, რომელმაც მარიუპოლი, აზოვსტალის ალყა და რუსული ტყვეობა გამოიარა, იმ ჯარისკაცებს შორისაა, რომლებიც სიმშვიდეს და სიჩუმეს ეძებენ. აზოვსტალის შემდეგ რუსულ ტყვეობაში ჩემმა ძვლებმა ლპობა დაიწყო. იქ კიდევ დიდხანს რომ დავრჩენილიყავი, შესაძლოა ვერც გადავრჩენილიყავი. ამიტომ გასაცვლელ ტყვეებს შორის ერთ-ერთი პირველი ვიყავი. ასეთი ტანჯვის შემდეგ ტყვეობის, ბრძოლების, იცით იქ რაც ხდება. როდესაც აქ მოდიხარ, 6 თვეს შეიძლება უფრო მეტხანს ოთახიდან თითქმის არ გავსულვარ. მიზანია ჯარისკაცებს დავეხმაროთ ომის საშინელი შეგრძნებები და მოგონებები თანდათან დაივიწყოთ. რა თქმა უნდა, ის სრულიად არასდროს გაქრება, მაგრამ ეს ადგილი განკურნებას ნამდვილად ეხმარება. ბევრი აქ უბრალოდ სიჩუმისთვის მოდის. ზაფხულში რევეგამ გუმბათთან ახლოს თვითნაკეთი მონუმენტი დადგა, უკრაინის გერბი, სამკაპი, რომელიც დონეცკის რეგიონის ჩასივ იართან შეგროვებული ყუმბარების მასრებისგან გააკეთა. იქ მძიმე შეტაკებები დღესაც გრძელდება. ეს ანტისაჰაერო ქვემეხ S-60-ის მასრაა. ამის გასაკეთებლად ზუსტად 60 ასეთი მასრა გამოვიყენეთ. რევეგა ამბობს, რომ მისი გუმბათი ჯარისკაცებს სიმშვიდეს უბრუნებს და პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას. იმედოვნებს, რომ ბევრად მეტი ჯარისკაცის დახმარებას შეძლებს.